მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. ღრმად ჩაისუნთქეთ. არა, მესმის რომ ეხლა რთულ დავალებას გაძლევთ, მაგრამ სადმე იპოვეთ ჰაერი და ღრმად ჩაისუნთქეთ. საოცარი ამბავი მაქვს. დავით ნარმანიამ თითქმის 9 მილიონი ხე დაარგო. დედაქალაქის მერი მუშაობის 1 წელს აჯამებს ნარმანიას მთავრობის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უსმენენ. გამწვანების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ 1 მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში. ახლა უკვე დღეის მდგომარეობით ჩვენ დაახლოებით 480,000 ხე გვაქვს დარგული. ვაშა შენებას, ვაშა რგვას. რა იყო ახლა? იყურეთ ტრავოლტას გიფივით, აკეთიკით. ეხლა თქვენ თუ ვერ ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დარგულა. კორპუსები ეფარება კაცო ზემოდან. თუ ვერ სუნთქავთ, არც ეგ მეტყველებს მაინც და მაინც ეხლა ბევრ რამეს. ხეა რა კაცო, სახინკლე და მრავალსართულიანი შენობა ხო არ არის, რომ უცაბედად ამოიზარდოს. უადგილო ადგილას. დრო ჭირდება. ჯერ პატარები არიან. ხო და გაგიმალჯოს პატარა. გაიზარდე დოლარის კურსის ხელა და ფესვები გზების ორმოზე უფრო ღრმად გაგედგას. იხარე და იმრავლე რაც მთავარია. გამოვალ და გამილიონებული დამხვდი იცოდე. სულ ფეხებზე მკიდია მე. გაიგე ნარმანია. მიურგე ახლა ეს მეორე 9 მილიონიც, ხო? ან ეს 9 მილიონი უბრალოდ ეს რაც დარგე ის მოთხარე და უეჭველ ორ კურსზე დადე. ჯოკიას ეწოდება რამე. კაი გაყიდული თამაში. ან კიდევ ხარ ასე ძახი 480,000 დავრგეო. პირდაპირ თქვი მილიონიო კაცო და ეგ არის რა. ვინ მოგედავება კაცო? ახლა თუ ვინმე ინტრიგანი დათვლას დაიწყებს, უთხარი არ დაითვალო, თორე მეჭეჭები ამოგივაო. საერთოდ კაცო ეს სიტუაცია ერთ ანეკდოტს მახსენებს. მეგრელი კაზინოში რო შევა. ეშმაკი დაждდება მხარზე. კვირაში რამდენჯერაც სექსი გაქვს იმ ციფრზე დადეო. მეგრელი 8-ზე დადებს, ხო და 0 დაждდება. თავში ხელს წამოიტყამს. ხო, ჩემი მარიაჟი დედამო. ხო. ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არ სწმინდა. დუმილი ოქრო ირჩეული, ხოლო სოსო ჯაჭვიანი კი ღარიბიო თქმულა. დიახ, ჯაჭვიანმა ამჯერადაც დაარღვია დუმილი იმისთვის, რომ სიბრძნე არ ეთქვა და ეთქვა ის, რომ არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოგადგება. რის შემდეგაც თქვა, აი ეს. მე ვგრძნობ აბსოლუტურად, როცა თქვათ მივირთმევთ აი შემოტანილ რაღაცას დილას ბოდიში აი ეს სიტყვა მინდა ვიხმარო ვითომ პახმელიაზე ვარ არა და არც დამილევია არაფერი აუ კიდევ კარგი უცხოურ სასმელებსაც არ აყოლებს ეს იმ უცხოურ საჭმელს თორემ ისეთი პახმელია ექნებოდა მე რომ შეიძლება რაღაც სისულელები ელაპარაკა მაგრამ რა გინდა კაცო პახმელიაზე როცა არის აი როგორ კანონ პროექტებს წერს და როცა არ იქნება მე საერთოდ ისეთებს დაწერს შეიძლება ნობელის პრემიაც მიცენ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მაგერ მაგალითად ახლაც შეიტანა ინიციატივა იმ რელიგიური შენობების დასაცავად რომელსაც ისედაც იცავს კანონი მშვენიერია მე ხა როგორც ჯენტლმენი მოითხოვს იმ პირების დასჯას ვინც ქალებს გაძარცვავენ ან იმ გასათხოვარი ბუღალტრების დასჯას ვინც დასახადებს დამალავენ. ან იმ ღიპ მოგდებული ხალხის დაჭერას, ვინც ქთამს აიღებს 30 წლამდე ასაკის ქერა მამაკაცებისგან. ხო, ხა დაკონკრეტება ჯობია, დაკონკრეტება ნამდვილად, თორემ ასე ზოგადად ყველაფერს შეაწეს კანონში, კაცო. მოკლედ, კარგი პარლამენტი გვაქვს ძალიან და ისა პროდუქტიული. ოღონდ 150 კაცში რომ ყველაზე აქტიური კანონშემოქმედი სოსო ჯაჭვიანი იქნება, ის ქვეყანა რატომ აგვიანებს გაბწყინებას? მაგას ვეღარაფრით ხსნე უკვე. ხო. ნარმანი ამაყობს 9 მილიონი ხე დავრგეო. საადაბაო? საადა თამარ მეფის საფლავზეო. სოსო ჯაჭვიანი ამბობს, არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება. რატომო? რა რატომ კაცო, არ გამოჩნდება ლამაზად კარგი საქს რომ გაგინებთო. ვაშა, მალე ხალხის საფეხბურთო სტადიონებს დაუბრუნდება. ოღონდ ამისთვის ცოტა ეშმაკობა კი დაგჭირდა სტადიონებზე ჯერ კორპუსებს ავაშენებთ და ისე შევიტყუებთ. საცხოვრებელი კორპუსები სპორტული არენების ადგილზე თბილისის პრესტიჟულ უბნებში მწვანე მინდვრებზე საცხოვრებელი კორპუსები უკვე აშენეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მამუკა კვარაცხელიას ცნობით იგივე ბედს სულ მალე კიდევ 10 სტადიონი გაიზიარებს.
საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანზე სასწავლო დაწესებულების კორპუსის მშენებლობა იგეგმება. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოედანზე 12 წლამდე ფეხბურთელების სავარჯიშო პროცესი არ შეჩერდება. არა, აქამდე სად ვიყავით ვერ გავიგე, ჰა? ყველა დირკაში კორპუსით გამდაეხა, ხელა სტადიონები რომ გადათხლაშულან, ეხლა ტყუილად რა წესია, კაცო? თითო სტადიონზე ერთი კორპუსი მაინც არ უნდა იდგას? თან ხო ხედავთ ეხლა, ვახერხებთ რომ სტადიონებზე კორპუსებით სავაშენოთ და თან ფეხბურთით შევინარჩუნოთ. რას კი არა როგორ და კორპუსებს ბალახისფრად შევღებავთ და ჩვენი ფეხბურთელებიც კედლებზე ითამაშებენ. რაო? კედლებზე სულად თამაშობენ? მინდორზე ხო რას ამბობ რა. თან ახლა მეორე სართულზე ბრძოლასაც ვისწავლით. მე მესამე სართულზე, მეოთხეზე და საერთოდ მეიმდენეზე ბრძოლას ვისწავლით, რამდენ სართულიანი საშენების ნებასაც მერია მოგცემს. თუ ახლა სიმაღლეზე თამაში მაინც არ გამოგვივიდა, მაშინ ძველ ქართულ ხასიათს ჩავდებთ ფეხბურთში. ო, გაშლილ მინდორზე ახლა ჩვენ როდის ვარგოდით. კორპუსებს შორის უფრო მოგვივა, ახლა ვიწრობებში შემოვიტყუებთ მოწინააღმდეგეს და მიდი. და თუ ახლა სულ სისულელე ვილაპარაკე და სტადიონების ნაცვლად უბრალოდ ისევ ახალი კორპუსების შეგრჩება, არც ეგ არ არის იმიტომ რომ ფეხბურთელები ყველა ვარიანტში გვეყოლება. ჩვენში გუნდებს მაინც მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და ხა კაცმა სულ რომ არ იცოდეს თამაში, კაი 4-5000 ლარზე რატო არ წამოვა ხა სათამაშოდ, ხა? ბირჟაზე უსაქმოდ დგომას ან მასწავლებლობას აღარ ჯობია ეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე სასარგებლო საქციელი. მათ აკვეთეს ისეთი კრიმინალური დაჯგუფებები, როგორებიც არიან ზარმაცი ნიანგი, აქ სიყვარულია, აქ ყველაფერი საყვარლობა და სხვა მსგავსი ეოპები. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით Facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი გვერდის დამზადების და სხვადასხვა მომხმარებლის პროფილზე უკანონოდ შეღწევის ფაქტზე 2 ადამიანი დააგავეს. ახლა სამართალდამცველები მომხმარებლებს პროფილებს უბრუნებენ. ვიშ როგორც იქნა თავისუფლად სუნთქავდა იმის აღარ მეშინია ბავშვი რომ Facebook-ზე შეუშვა. არა, საერთოდ არ ხუმრობ, ხა სამართლიანობა ახლა უკვე Facebook-ზე წავდგა. რაც მთავარია დაზარალებულებს დაუბრუნდათ პროფილები. ასე თუ გააგრძელეს, მალე ანაბრებსაც დაგვიბრუნებენ, კაცო. მაგრამ ძვირფასო შესაძლებ არ მოდუნდე. ეჭვი მაგს კიდევ არიან ზარმაცი ნიანგის მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებები. გააგრძელეთ პატრულირება საკუთარ news feed-ში. მოხალხისგან რომ შემოგივათ ნოტიფიკაცია, გახსენით ჯგუფის ხელკვალზე და ვინ ჩვენ ჯგუფებში იძულებით კვირდნენ, თქვენც გააკეთეთ ერთი ჯგუფის საკანი და შეყარეთ ყველა ერთი 8 წლით. ხო, გარეთ გამოსული არავინ დავინახო. ჩამოვართვით დანაშაულის იარაღი, Facebook-ი, მაუსი და კლავიატურა. ასევე ჩამოვართვით მისი ტარების უფლებაც, რომ სადმე ხა შავ ბაზარზე არ იყინონ, ან სამუდამოდ გადაასახლეთ ადნაკლასნიკებს. ხო. შესაძლოა ეკითხებიან, Facebook-ის ჯგუფებში ხალხს რომ ამატებდნენ, ისინი როგორ დაიჭირებო? ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პატრულირებდით ჩვენს news feed-ში და შეხვდა სექსუალური კიტრიო. შენებლებს საყვედურობენ სტადიონზე კორპუსებს რატომ აშენებთ? და არა, ეგ კორპუსი ცოცხალი კედელიაო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.